მოგესალმებით, ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრებისა და იგავების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი მერაბ პონიანი. შემოგთავაზებთ იგავს, რომლის სათაურია ძაღლი, ჯოხი და სუფია. ერთხელ ერთი ადამიანი სუფიის სამოსით გზაზე მიდიოდა. წინ ძაღლი შემოხვდა. მან ძლიერად დაარტყა ძაღლს თავისი კვერთხი. ძაღლმა ტკივილისაგან დაიღმუილა და ბრძენი აბუ საიდისაკენ გაიქცა. დაჭრილი თათი აჩვენა მას და ყველაფერი უამბო რასთავს გადახდა და სთხოვა, რომ მოსამართლე ყოფილიყო მასსა და სუფიას შორის, რომელიც ასე სასტიკად გაუსწორდა მას. ბრძენი დაფიქრდა და მან ორივეს თავისთან მოუხმო. მან უთხრა სუფიას: „ეი, შენ, უთავო ადამიანო, როგორ გაბედი ასე მოგცეოდი ამ უენო, უტყვა არსებას? შეხედე რა მოიმოქმედა. მე არაფერ შუაში ვარ შეზახა სუფიამ, ყველაფერში ძაღლია დამნაშავე. მე უბრალო სურვილის გამო კი არ დავარტყი მას, არამედ იმიტომ, რომ მან ტანსაცმელი დამისვარა. მაგრამ ძაღლი თავს უდანაშაულოდ განაწყენებულად თვლიდა და შემდეგ შეუდარებელმა ბრძენმა წარმოსთქვა. შენ რომ საყოველთაო სამჟავროდე, წყენა შენს გულში არ შეინახო, ნება მომეცი, შენი ტკივილებისათვის კომპენსაცია გაგიწიო. ძაღლმა უპასუხა: ბრძენო და დიდებულო, როდესაც მე ეს ადამიანი დავინახე სუფიის სამოსში, ვიფიქრე, რომ ის მე ზიანს არ მომაყენებდა. მე რომ ის ჩვეულებრივ სამოსში დამენახა, ცხადია შევეცდებოდი, რომ მისთვის გვერდი ამევლო. ჩემი ერთადერთი დანაშაული იმაშია, რომ ჩავთვალე, რომ ჭეშმარიტების მსახურის გარეგნული ნიშნები უსაფრთხოების გარანტია იყო ჩემთვის. თუ გსურს, რომ ის დასაჯო, წაართვი მას რჩეულთა სამოსი, წაართვი უფლება ატაროს მართალი ადამიანის სამოსი. ძაღლი თავად იმყოფებოდა თავისი განვითარების გზის გარკვეულ საფეხურზე და შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ მასზე მაღლა მდგომი ადამიანი მასზე რაიმეთი უკეთესი იყო. თან საინტერესო იგავია, ალბათ დამეთანხმებით, სადაც საუბარია იმაზე, რამდენად შეცდომაში შეიძლება შეიყვანოს ადამიანებმა სხვა ადამიანების დიდებამ, პატივმა, სახელმა, თუ სტატუსმა და მდგომარეობამ, თუ ეს ყველაფერი არ შეესაბამება რეალობას, არის მოჩვენებითი და არ არის ნამდვილი. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი არასწორი ქმედებები შეიძლება დაგროვდეს და თუ საზოგადოებაში ასეთი პრობლემა არის საკმაოდ დაგროვილი და ხშირი, მაშინ ალბათ ნებისმიერმა საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ნებისმიერი პატივი, ღირსება მინიჭებული ქონდეს და სტატუსი ადამიანებს მათი დამსახურების შესაბამისად და არ უნდა იყოს ეს მოვლენა გაუბრალოებული და გაუფასურებული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემას ეხებოდა ეს იგავი. თუ თქვენთვისაც საინტერესო იყო, ეს ძალიან გამახარებელი იქნება ჩვენთვისაც. ჩვენთვის, როგორც ყოველთვის, საინტერესოა თქვენი მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ ამ თუ იმ თემასთან დაკავშირებით, უთმენლად ველით თქვენგან გამოხმაურებას. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რათა გავითვალისწინოთ მომავალ საქმიანობაში. ამიტომ გთხოვთ დაგვიკომენტაროთ ყოველივე და გამოიწეროთ ჩვენი არხი.